ხონელობა 2026-ის ფარგლებში ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი, გასართობ შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. თავისუფლების მოედანსა და ხონის კულტურის ცენტრში მოეწყო თეატრალიზებული პერფორმანსები, სამხატვრო სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, წიგნის კუთხე, თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, სპორტული საბავშვო და გასართობი სივრცეები, ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის, სოფლის პროდუქტების, ყვავილების, ადგილობრივი წარმოების ლუდის გამოფენა გაყიდვა და გასტრონომიული კუთხე. წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა. პირველ რიგში მისრულეთ საქართველოს მიულოცო გიორგობა, მშვიდობიანობა მინდა ჩემს სამშობლოს უსულო და რა თქმა უნდა ჩემს ხონელებს ულოცავ გიორგობას და ასევე ხონელობას, ჩვენს ტრადიციულ ქალაქის, ძველი ისტორიული ქალაქის დღეს. და მინდა რომ ძალიან ბევრი გახარებული მოქალაქე იყოს ჩემს ქალაქში, არა მარტო დღეს, თუმცა ეს განწყობა დღეს ნამდვილად უხობს ჩვენს ქალაქში და მინდა რომ ესეთი განწყობა სულ მუდამ იყოს არა მარტო ხონში, არამედ სრულიად საქართველოში. ეს საკმაოდ დართული პროგრამა გქონდა და გვაქვს კიდევაც, ცოტა ულამიდობამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დღის ბოლოს კიდე ლამაზი კონცერტით, უსას კონცერტით დამოგვიგდება და ჩემი ქალაქელები და ჩვენი სტუმრები ძალიან კარგ შინაარსობრივ საღამოს და დღეს გაატარებენ, რომელიც დაამახსოვრდება მათ დარწმუნებას. უფლის ხმობილი, ო პაწაწინა, თაფლის სამფე, ყოლია მრევლი, ხელა ყრობილი, შენ შეგიდახავს ეგ საქართველო, ჩამოგიქროლებს სული ტაძართა, დაექსი წმინდე, გასაკვირია, ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა, ბევრჯერ დაღურილ ხარ და გიდირია. შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო, მაგრამ რამდენი კვნესა გიურჯნია. შენ საქართველოს ჭირის უფალო, ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლია. თემურ ჩალაბაშვილი. გიორგობას ულოცავ სრულიად ხონის ყველა წარმომადგენელს, მცხოვრებს. მე იმერეთიდან ვარ, თეჯოლიდან აქ ვარ გათხოვილი, ძალიან მიყვარს ხონი, 46 წელი მისულდება რაც ვარ. ხონელობასაც გილოცავ დღეს კიდევ, გიორგობაც ხომ არის, გიორგობასა რა ვიცი, ყველაფერს კარგს და საუკეთესოს უსურვებ, თუ კი რამ არის. მთავარია მშვიდობა, კეთილდღეობა, სიყვარული, დედა, რომელიც ყველას ძალიან ჭირდება. თავარი ეს არის. გიორგობა მთელ საქართველოში, მაგრამ გიორგობის დღეს ჩვენ ყოველთვის ხონელობას აღნიშნავთ. იმიტომ ეს არის ძველთა ძველი ქალაქი ხონელი, ესე იგი ეს ნახსენები აქვს რუსთაველს კიდე რომ ამირან დარეჯანიძე მოსესუქია ხონელსაო. ესე იგი მე-12 საუკუნეში ეგება იმის იქითეცაც იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ასე რომ ძველთა ძველი ქალაქია ხონი, რომელიც ძალიან მიყვარს და ყველა ხონელს ალბათ ძალიან უყვარს. დასუსურებთ ხონს? ვაიმე, თუ რამე კარგი არის საერთოდ, ხონს კი არა, მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს რომ ჯერ მშვიდობა იყოს და მერე კიდე რომ ერთ რამე მინდა რომ მოუწოდო ყველა ხონელს და ყველა ქართველსაც. გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებო. აი ეს მინდა რომ მეუწოდო, რაღაცა ამ ბოლო დროს რაღაც გაორებულია ხალხი და არ მომწონს. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს ხონელობას, ხონელებს და გიორგობას ყველას, ყველა ქრისტიანს ფარავდეს ყველას ამ დღისმადლი და რა ვიცი, კარგი დღე არის ჩვენთვის, ხონელებისთვის და არა მარტო ხონელებისთვის. ჯერჯერობით ყველაფერი გვაქვს, რაც ჭირდება და თუ მოვინდომებთ, კიდევ ექნება სავარაუდოდ. ესე არის და ნახოთ აწი რა იქნება. საქართველოს უსურვებ მშვიდობას და ერთიანობას, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ახლა. გიორგობის მადლით მარავ, ამდაობს ვინ მიწაწყალს, ხონის ხელში ჩვენ ქალაქი, ზოგად არსად ვინა. გილოცავთ ხონელობას, გიორგობას,
წმინდა გიორგის მადლი გფარავდეს. მე ვარ არტ სტუდიო, ანას არტ სტუდიოს წარმომადგენელი. მუშაობ სურნელოვან სანთლებზე და ვამზადებ თაბაშირის აქსესუარებს. ძალიან კარგი არის, რომ ესეთი გამოფენები და გაყიდვები ტარდება და ვისურვებთ, რომ ხშირად ყოფილიყო ესეთი, რომ ჩვენ უფრო გავეცნოთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს ხონელობას, გიორგობას, მრავალს დაესწარით. ჩვენ ვართ ადგილობრივი მეწარმეები ფლორა პლუსი, ადგილზე ვაწარმოებთ ეზოს მცენარეებს, აივნის და ოთახის მცენარეებს. დღეს ამინდის მიუხედავად, მაინც ვეცადეთ, რომ ჩვენი პირველ რიგში ჩვენი განწყობა და მე ხალხის განწყობაზე გვესწრუნა და იმედია გამოგვივიდა. 10 წელზე მეტიც იქნება. დედამ დაიწყო და მე უბრალოდ ვეხმარები. წარმოებაში უფრო მეტად. მესამე მეოთხე წელია მონაწილეობას ვიღებ და ძალიან კარგია, იმიტომ რომ პირველ რიგში ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან ლამაზია. მე მეორე ხალხს უფრო ვაყვარებთ სიმწვანეს და სილამაზეს და ხალხი ჩვენზე უფრო მეტად იგებს, ვიდრე სოციალური ქსელი და ადგილობრივები. ვაცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით. ასეთ გამოფენებზე დავდივართ ხოლმე და ძალიან სასიამოვნოა. ხონს წარმატებას ვსურვებთ ყოველთვის, ისეთ წარმატებულია. გიორგობას გილოცავთ, ხონელობა. რითი გაიხე ხონში დღეს? სიმღერათი და გართობა. მე მადლობელი ვარ, რომ ხონელი ვარ და მომიწვია ჩემმა ქალაქმა ამ გამოფენაზე და უღრმესი მადლობას ვიტყვი ამ ყველაფერს. არაჩვეულებრივია ყველაფერი. ყველანაირ სფეროში ვსურვებ წარმატებას. და დიდი მადლობას გადავცემ კიდევ ბატონ ლადოს. იმისათვის, რომ ძალიან ბევრჯერ დამდგა გვერდში. ვილოცავ ხონს და ხონელებს, გიორგობას და ხონელობას, ყველაფერს საუკეთესოს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ღვთისწყალობა არ მოკლებოდეთ მათ. მინდა რომ კიდევ უფრო გამრავალფეროვდეს, ხალხს ერთმანეთი უფრო უყვარდეს, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს და დააფასონ ადამიანებმა ერთმანეთი. – 2026 წელს ხონის საპატიო მოქალაქის წოდება 12 ადამიანს მიენიჭა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ზურაბ აბაშიძეს, იპოლიტე ხვიჩია სახელობის ხონის კულტურის ცენტრის დირექტორს მინერი ონიას, აიფ ხონის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორს გიორგი ვაშაკიძეს, ექიმსა და ღვაწლმოსილ კარდიოლოგს ვიოლა აკობიძეს, ხონის რაიონის ყოფილ გამგებელს გენადი კუხალაშვილს, ხონის სახალხო სასულე ორკესტრის ხელმძღვანელს ოლეგ სანაიას, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს მათემატიკოს ოთარ ხაჭაპურიძეს, ხალხურ საკრავთა ანსამბლ მზევარის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილ პედაგოგს ლენა ადამიანს, მშენებელსა და კალატოს გივი კვანტალიანს, დაწყებითი განათლების დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს გენრიეტა ჯიშკარიანს, იურისტს, აიფ ხონის ინტელექტუალური კლუბის თავმჯდომარეს გიორგი ბარაბაძეს, მშენებელ ინჟინერს ქალაქ ხონის ყოფილ გამგებელს რეზო ფარცხალაძეს. გილოცავს შვილებო დღევანდელ დღეს გიორგობას და დაჟე ხონელობას. ხონელი ვარ, ერთი უბრალო ექიმი ვარ, კარდიოლოგი ვარ. ამჟამად პენსიონერი და სახლში ვარ, უსაქმური. თითქმის მთელი სიცოცხლე ამ წუთში საქმიანობ, მაგრამ უკვე არ შემიძლია. 87 წლის ვარ. ხალხგაზრდას თუ ექიმობა გინდათ, ძალიან რთული პროფესია. ერთადერთი გიყვარდეთ ადამიანი და გიყვარდეთ ავადმყოფი.